მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი თემაზე ამ წუთებში სასტუმრო რედისონში კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება 4 ძირითად საკითხზეა ფოკუსირებული. ეს არის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული და ეკონომიკური მაჩვენებლები, ენერგოეფექტურობის განახლებადი ენერგიების პერსპექტივები, არსებული ენერგოსცენარების გავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და კლიმატიკა და მზადება პარიზის მოლაპარაკებისთვის. ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით ტარდება და მას გერმანიის რესპუბლიკის ელჩი და ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან. ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი მდგრადობა არის საკვანძო ამოცანა ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა შეუძლებელია გარემოს კომპონენტის გარეშე მისი განხორციელება. მინდა ვთქვა, რომ ბიოლის ფონდის ეს ინიციატივა ორი კომპონენტით არის მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ მოხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. The transition to renewable energies is now a great possibility for. ზისა და ქარის ენერგია არის ბევრად იაფი დღეს ევროპაში, ვიდრე ატომური ელექტროსადგურებით მიღებული ენერგია ან წიაღისეული ენერგია. ამიტომაც ქვეყანამ უნდა იფიქროს სწორედ ამ ენერგიების განვითარებაზე. მათ აქვს დიდი პერსპექტივა, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო და სომხეთი.